STEM კლუბის მოწყობილობების გამოფენა გაიმართა ფერიის საჯარო სკოლაში და ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად თამარ გოგოლაძესთან, ფიზიკის მასწავლებელთან და ავთო ზაქარაძესთან, მე-10 კლასელთან. მოგესალმებით, მოგბრძანდით. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ მოგბრძანდით. ვიცით რომ ესეთი საოცარი გამოფენა გქონდათ. რა იყო ამ გამოფენის მიზანი? ასევე ვისაუბრე ახალგაზრდებზე, რომლებიც არიან ძალიან აქტუალურად ჩართული ამ სფეროში და რისთვის არის მნიშვნელოვანი განვავითაროთ ეს კუთხეები და აი ასევე ჩართულობა მათი. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მადლობა რომ მოგვიწვიეთ და მოგვეცა შესაძლებლობა რომ ჩვენი STEM კლუბის შესახებ ვესაუბროთ აუდიტორიას. ფერიის საჯარო სკოლაში უკვე მე-3 წელია, რაც ფუნქციონირებს STEM კლუბი. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, თავიდან მქონდა უფრო მეტად ციფრული სამუშაოები, როცა კომპიუტერებით ვაკეთებდით, მაგალითად მობილურ აპლიკაციებს და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე განათლების სამინისტროსთან ისეთი პროექტები გაჩნდა, რომ აი მაგალითად პროექტი ჩემს გაკვეთილზე ამ კონკურსში პირველივე წელს მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ, გადმოგვეცა პირველი რესურსები. შემდეგ უკვე აღმოჩნდით მსოფლიო ბანკის 12 სკოლას შორის, შერჩეულ სკოლებს შორის და გადმოგვეცა საკმაო რაოდენობის რესურსები, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები უკვე 1 წელია სხვადასხვა მოწყობილობებს აწყობენ, ვამუშავებთ და გადავწყვიტეთ უკვე ზაფხულის პერიოდიდან, რომ ესეთი გამოფენები ჩაგვეტარებია, იმიტომ რომ სხვა მასწავლებლებიც ხან პოსტებს ვდებდით სოციალურ ქსელებში, საკმაოდ აქტიური სკოლა ვართ ამ მიმართულებით და იმხელა დაინტერესება იყო საზოგადოებისგან ან სხვა სკოლებისგან, რომ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად ესე გამოფენების სახე მიგვეცა და ვატარებთ ხოლმე ზაფხულის განმავლობაშიც გამოფენებს ვატარებდით და ეხლა 10-ში კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკის გავლა. ეხლა ჩვენ არ გქონდა ამის საშუალება, რომ პრაქტიკა გაგვევლო, ამ თაობას ყველაფრის საშუალება აქვს უკვე. მათი დამოკიდებულება აი პრაქტიკის დროს, იმიტომ რომ შესაძაც რაღაცას აღმოაჩენ ან შექმნი, აი ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა და თან უფრო მეტად გამახსოვდება და ამ პროცესში უფრო მეტად ავითარებ შენს ნიჭს. როგორია თქვენი ჩართულობა და აი რა საკიდან არის შესაძლებელი რომ მივიღოთ მაგალითად აი ამაში მონაწილეობა. მოგესალმებით. მადლობა სიტყვის ტელევიზიაში მოწვევისათვის. ამ სფეროში ჩართულობის ასაკი არ არის სავალდებულო რომ იყოს ძალიან დიდი, საერთოდ შეზღუდვა არ არის. შეგიძლიათ 10 წლის ასაკიდან ჩაერთოთ და შეისწავლოთ ეს მოწყობილობები და ააწყოთ. როგორ ფიქრობთ ამ მოწყობილობებზე მუშაობის დროს კიდევ უფრო გიღრმავდებათ ინტერესი და უშუალოდ კონკრეტული რაღაც ფიზიკის მიმართ ან ქიმიის ნებისმიერ რაცა საბუნებისმეტყველო ყველა საგანი თუ ამ შემთხვევაში თავიდანვე ინტერესი შობს იმას რომ შედეგი არის და უშუალოდ მოწყობილობებთან მუშაობა. კი ბატონო, ინტერესი რა თქმა უნდა უფრო ვიღრმავდებათ, რომ მაგალითად Arduino-ს პროექტები რა ვიღოთ, ელექტროობის მიმართულების შეხედულებები უფრო გიღრმავდებათ, უფრო მე მაგალითად უფრო სიამოვნებს ამ ყველაფერს აკეთება და ძალიან დიდი ინტერესი ქმნის მოსწავლეებს შორის ეს ყველაფერი. კი ბატონო, თუ დააკვირდით ასევე რახან წელიწადი და რაღაც დრო უკვე მუშაობთ ამაზე, რომ ის ბავშვებიც, რომლებიც თავიდან რაღაც წერილად უყურებდნენ ამას და პრინციპში სხვა რაღაცებით იყვნენ დაინტერესებული, ბუნებრივია ყველა სხვადასხვა ინტერესი აქვს ბავშვებიდანაც. რომ გადამდები აღმოჩნდა, იმიტომ რომ დაუშვათ რაღაც ისეთი მოქმედებები ხდება იქ. თუ ისევ და ისევ ის ხალხია, ვინც თავიდანვე ამით იყო დაინტერესებული. არა, ვინც ასე თქვა წერილად უყურებდა და იმგენის მოგვიანებით ჩაერთვენ, დაინტერესდნენ, გააკეთეს ეს პროექტების ააწყვეს და გამოფენაზეც გამოვიდა. ანუ გადამდებია. დიახ. რამდენი მონაწილე იყო საინტერესოა, იმიტომ რომ ამით ჩვენ დაინტერესების სტატისტიკა გამოვიცნობთ. დიახ, აი თავიდან დავიწყეთ 10-12 მოსწავლით, როცა ზოგჯერ საკუთარი კომპიუტერებით მოდიოდნენ და მე უკვე ისტის კაბინეტში შევედით და იქ შაბათ დღეს ვიყენებდით მობილურ აპლიკაციებს ვაწყობდით და აი როგორც კი ეს რესურსები გადმოგვეცა იმ პროექტების შედეგად მიღებული იმხელა დაინტერესება წამოვიდა, რომ ეხლა უკვე სამნაკადად ვართ ხოლმე, ანუ შაბათი დღის გარდა 5 შაბათს 2 სამუშაო დრო დავამატეთ. მე-7 კლასის ზემოთ ხო ყველა არის ჩართული. გარდა ამისა, პატარებიც დაინტერესდნენ და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც უკვე ერთვებიან
ნელ-ნელა. დიდებს თუღებულობ. დიდებს აი მე-12 კლასის ზევით და მასწავლებლებიც კი მოდიან ხოლმე გამოფენაზე. ანუ ეს უფრო გამოფენა თვითონ მოსწავლეები საუბრობენ ხოლმე მათ მიერ შექმნილი მოწყობილობების შესახებ და აი ასეთ რეჟიმში ან ვორქშოპის რეჟიმში. აი საინტერესო თავად ავთომ რა მოწყობილობა შექმნა გამოფენაზე რა წარადგინა. მე ავაწყე STEM კლუბის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც იყო ელექტროობის მიმართულებით აწყობილი. პროექტში იყო ნახსენები თუ როგორ მიეწოდება სხვადასხვა მოწყობილობას ელექტროენერგია, ელექტროენერგიის გადანაწილება და მსგავსი ტიპის რაღაცეები. მე ერთი პროექტი ამ დაწყობილი ჯერჯერობით. თამარ, ძალიან ხშირად როცა ვეკითხებით ხოლმე ადამიანებს, აი მაგალითად განსაკუთრებით ჩვენ თაობას, რომელი საგანი იყო ყველაზე რთული სკოლის პერიოდში, ვამბობდით ხოლმე ქიმიას, ფიზიკას, ну ჩემ შემთხვევაში ასე იყო ყოველ შემთხვევაში. ჩემ შემთხვევაში. ხო, დღემდე რთულ საგნად რჩება, არ არის მარტივი ფიზიკის შესწავლა. თქვენი დაკვირვებით ტექნოლოგიურმა განვითარებამ გააღვივა თუ არა ამ საგნის მიმართ ინტერესი? დიახ. გიპასუხებთ, მე საკმაოდ გამიმართლა, რომ ისეთ კათედრაზე აღმოჩნდი, რომ დირექტორი ბუნებისმეტყველების პედაგოგი, სასწავლო ნაწილი არის ქიმიის პედაგოგი და აი ისეთი მხარდაჭერა მაქვს მათგან, რომ აი მეტი რომ არ შეიძლება ერთობლივ გაკვეთილებს გვეგმავთ და რაღაცნაირად თითქოს ჩვენ სკოლაში ეს საგნები იმდენად ეხლა რო გითხრათ პრობლემები რა თქმა უნდა გვაქვს სწავლის პროცესში, მაგრამ საინტერესოდ აღიქმება უფრო მეტად, იმიტომ რომ აი პრაქტიკიდან რომ მიდიან თეორიისკენ, ესეთი ის გვაქვს ჩვენ სვლა, აი აწყობენ ჯერ რაღაცას მაგალითად ფიზიკაში და მერე განვიხილავთ, რომ აი ესე რატომ მუშაობს და ქიმიასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ აი მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში გადმოცემულ რესურსებში არის ჰორიზონის ისეთი მოწყობილობები, რომლითაც ქიმია-ფიზიკის ინტეგრაცია ხდება ძალიან კარგად და მე და თამარ ბერიძე ერთობლივად ვატარებთ ხოლმე უკვე მე-11 კლასში გვიწევს ესეთი თემები ელექტროლიზის შესწავლა ბატარეებთან დაკავშირებით, სადაც აი პირდაპირ რესურსებიდან გამომდინარე ვუხსნით და განსაკუთრებით აი ქიმიის ნაწილში აი იმდენ სიღრმისეულად იაზრებენ უკვე მოსწავლეები, რომ კარგ შედეგებზე გავდივართ. ამ შეიძლება აქედან დაუშვათ დაასწროთ თქვენი გამოცდილები და რასაც აკვირდებით ამ პერიოდში, რომ ანუ ფიზიკა და ქიმია ფუნდამენტურ კანონებს სწავლობს, როგორ მოქმედებს საყარო, ხო, როგორ რა ხდება ზოგადად, რა პროცესებია, რა კანონებზეა დაფუძნებული და ამის სწავლა თუ უადვილებთ მერე სხვა რაღაცების შესწავლას, იმიტომ რომ ვაღიარეთ უკვე რომ რთული საგნები ეს არა არის საგნები, თორე პირველ კლასშიც გასწავლიდნენ. კი ბატონო, ანუ გეტყვით რომ ზოგადად საათობრივად ისე ვმუშაობთ ჩვენ რომ საგაკვეთილო პროცესში მაგალითად კვირაში 2 საათი ეთმობა ფიზიკას ყველა კლასში და საკმაოდ ცოტაა დამეთანხმებით იმისათვის რომ სიღრმისეულად მოსწავლე მისწავლოს. სწორედ ამიტომ დავამატეთ, დავიწყეთ აი ეს STEM კლუბი, იმიტომ დავაარსეთ რომ ხანდახან ამოცანებზეც ვმუშაობთ ჩვენ იქ მარტო აწყობა არ გვაქვს. თავიდან გონიათ ხოლმე მე-7 კლასს ძალიან დიდი ინტერესი მოდის ხოლმე რომ აი ვითამაშებთ რაღაცებს ავაწყოთ და აი ბოლომდე ვცდილობ ხოლმე რომ ეს თამაშის მომენტი შევუნარჩუნო რომ იყვნენ დაინტერესებულები და მე ამ თამაში და აწყობაში უკვე შემომაქვს ნელ-ნელა ვაპარებ ცოტა ამოცანებს, ცოტა განხილვებს და მინდა გითხრათ რომ ისეთი მოსწავლეები გყავს რომ აი ხა მაგალითად დავალებებს ამზადებ ხოლმე წინასწარ ინსტრუქციებს ვაწოდებ და აწყობენ. და ზოგიერთი მოსწავლე ყავს ისეთი, რომ აი ამ ინსტრუქციების მიღმა მაგალითად თავისი ცვლილებები რომ შემოაქვს და უშუალოდ ის Arduino კოდირებით ხდება მე ვაპროგრამებ და აი კოდში ცვლილებები შემოაქვთ ან რაღაცა სხვანაირად დაერთებენ და აი ეს მომენტი არის ხოლმე ყველაზე კარგი მიღწევა და უშუალოდ რითაც შეიძლება რომ ვიამაყოთ ავთოც ამ ნიშნით წამოვიყვანეთ ტელევიზიაში რომ აი რობოტექნიკის გაკვეთილიც შევდივარ მე უკვე მე-10 კლასში და რობოტექნიკის გაკვეთილზე იყო სწორედ ესეთი მომენტი რომ მოსწავლემ აი ეს გუნდურად რომ მუშაობდნენ მოიფიქრა და რაღაცნაირად სულ სხვანაირად შეცვალა პროექტი. თავისი ხერხით. ხო არა, ახლა უსმენ სულ მახსენდება სოციალურ ქსელში რაღაცებს ვაკვირდებით ამ ბოლო დროს თან ასეთ საბუნებისმეტყველო ცდებს გვაჩვენებენ და დაუშვათ ის რასაც გვასწავლიდნენ თავის დროზე სხვადასხვა კანონებს ხო ნებისმიერ რაც აი გინდა ენერგიის შენარჩუნების და ასე შემდეგ ასე შემდეგ ამას პრაქტიკაში რო ხედავ ძალიან ადვილია მე ახკმა მე ხვდები რომ ნუ ეს არის მეცნიერებმა ვინც აღმოაჩინა თავის დროზე ხო ეს ფაქტი დაინახა და შეეცადა ეს აღეწერა რაღაც სიტყვებში და ტერმინებში, რომელიც იქნებოდა მე გასაგები არა μόνο მისთვის, არამედ სხვებისთვის და ესე გავიგეთ, ხო? თამაში დაიწყო ყველაფერი. შესაბამისად,
თუ გაქვს სურვილი დაუშვათ ეს რასაც აკეთებ ახლა მე ეს გააგრძელოთ და სადღაც მიხვილე რაღაც ისეთ აღმოჩენებამდე რაც ჯერჯერობით არ ვიცით. დიახ, მაქვს როლი, რადგანაც დიდი ინტერესი მაქვს ამ სფეროში. ანუ მაგ სპეციალობით აპირებ წასვლას. დიახ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა, იმიტომ რომ ვინ აღმოჩნდება გენიოსი ამ კუთხით, არავინ იცის, თუმცა ალბათ ბავშვობაშიც ჩვენც გვინდოდა, მაგრამ არ მქონდა ამის შანსი, ხა სულ რაღაცა რომ შეგვექნა ეს რობოტები მოგწონდა მაშინ ესე ვუყურებდით სოციალურ სივრცეში, მაგრამ დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და რამდენად არიან ჩართულები თუნდაც. ჩვენს დროს დენის შესწავლა მხოლოდ თითის შეყოფით ხდებოდა გეთის ახლა აი სასაკეთებენ ბავშვები. ბოდიში დიახ, გიპასუხებთ, მშობლების ჩართულობა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პრინციპში ნელ-ნელა გაიზარდა ჩვენი სკოლა, აი ახლა 650 მოსწავლემდე ავედით, თორემ პირველად იმდენი მოსწავლეც არ გყავდა, რომ მშობლებთან საკმაოდ ახლა საგნის მასწავლებელს იმხელა კომუნიკაცია წესით არ უნდა გქონდეს მშობელთან, ხომ? ეს დამრიგებლის გავლით ხდება უფრო მეტად და ჩემთანაც ესე მშობლები არიან კომუნიკაციაში. მშობლების მხარდაჭერა იმითაც იგრძნობა, რომ მოსწავლე მოდის. ანუ ზოგჯერ ხო ესეც პრობლემა არის, რომ შორიგზიდან რომ მოსწავლე მოვიდეს. ასევე მქონია შემთხვევები, რომ მოსწავლეები მეკითხებიან, რომ აი არდუინო რომ შევიძინო, ანუ მშობლისგანაც აქვს ეს უკვე, რომ უნდა რომ სახლშიც გააკეთოს და ააწყოს და მე ყოველთვის პირიქით იმას ვეუბნები, რომ ბევრ სკოლას არ აქვს ამისი ფუფუნება, რომ ამდენი კომპლექტი გქონდეს და აი სკოლაშიც როცა სურვილი გაქვს, შემოდი ააწყო, რომ ზედმეტად არ დაიხარჯონ, ანუ უფრო მეტად მშობლები ჩართულები არიან იმ თვალსაზრისით, რომ დროს მოსწავლეები ატარებენ და ყურადღებას აქცევენ. ხო, იმიტომ რომ თქვენ შაბათი კვირაც ახსენეთ, დავამატეთ და ამ შემთხვევაში მშობელი ჩართული იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მხოლოდ საგანი სასკოლო პროცესის არ არის ეს და ამხელა გამოფენა რო ეწყობა, შესაძლებელია რომ მშობლის მხრიდანაც იყოს მხარდაჭერა საჭირო, რაღაც დეტალებთან დაკავშირებით, თუნდაც აი სახლში როცა აქვთ სურვილი რომ იმუშაონ. წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით და სასიხარულო ამბავია ის, რომ ესეთი თაობა მოდის და ამ თაობას აქვს იმის საშუალება, რომ ფიზიკა არა მხოლოდ თეორიულად შეისწავლოს, არამედ პრაქტიკაშიც კი გამოიყენოს და ამ ყველაფერს კარგი უკავშირი ჰქონდეს. რეალურად დაინახოს თუ რა ხდება ქართველი გენიოსი. ხო, ну ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ჩვენ დროს არ იყო ეს ყველაფერი, არ ქონდა მის შესაძლებლობა და ფიზიკის და ქიმიის დასწავლა, ფანტაზიის უნარზე დაყრდნობით ხდებოდა. ხო, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა და ერთი ორი კოლბა კი მახსოვს და ცარიელი სავარ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ეს ძველი რესურსებიც, რომელიც სკოლას ჰქონდა პირველად, იმდენად კარგად გვაქვს შემონახული, რომ ხშირად აი იმ ძველს უფრო მეტად ვაჩვენებ ხოლმე გაკვეთილზე თემატიკის შესაბამისად. თავარი რას როგორ გამოვიყენებთ? კი ბატონო, წარმატებები და გაგემშვიდობებით. წარმატებას და ახალ გამოგონებებს.